მეგობრებო, ვაკეთებდი თქვენ გარეშე, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მინდა რომ ჩაგაწერინოთ. აქ არის ახლა მეტი წილი ბულგარული წიწაკა, პამინდორი. აი ვთქვათ, გეტყვით ახლა 2 კილო იყო ბულგარული წიწაკა და პამინდორი იყო 9 კილო. და დავამატე მარტო მაგიტომ რომ ძირი არ დასწოდა და მაინც ცოტა პამინდორის გემოს გაჰყოლოდა. მეტი წილი ბულგარული 2 კილოზე 9 კილო პამინდორი დაამატეთ. 2 თავი ხახვი და ჩვეულებრივი წიწაკა, მწვანე ცოტა და მწარე წიწაკა. მეტი არაფერი. რაც შეიძლება ბევრი ბულგარული მეგობრებო არის ტოლმისთვის, კატლეტისთვის საუკეთესო ერთი კოვზიც რო ჩადოთ ფარში რა. ეხლა მე რას გეტყვით? 1 სიტყვით და 2 გაგებით, ჩემო ლამაზებო და ჩემო ძვირფასებო, გავთუთქე წუხელის ბულგარული პამინდორი. ეხლა დავაჩოფერე და ისეთი ლამაზად დაჩოფერ და აი ესეთი გამოვიდა, აი ესეთი მასა, აი გაჩვენოთ მოიცა. აი გამოვიდა ასეთი მასა მეგობრებო, მაგრამ მაინც რა ვიცი, ავიტეხე რომ გავხეხო, მაგრამ თუ არ გახეხავთ, უკეთესი იქნება რაკიღა გავსვარე, თუშფალანგი ხეხავ. და აბა თუ მოვერიე, მოიცა. ვერ ავწიე ცალი ხელით, მერე განახებთ რომ ჩავასხავ, როგორი მასა გამოვა. აი ესე კარგად დავამუშავებ ახლა, შემდეგ შემოვდგავ ცეცხლზე ამ მასას, დავამატებ მარილს, სულ ცოტა ალბათ სამკბილ ნიურს დაჭყლეტილს და ხმელ ქინს. მეტი არაფერი ამას არ უნდა გოგოებო. თქვათ გამოვიდა ეს ჩემი თვალით გამომივა 3 ლიტრი. 3 ლიტრს დავამატებ 3 ცალ ტაბლეტ კასპირინს. ვამატებ. არ უნდა, მაგრამ მაინც ვამატებ, რომ რა ვიცი, ამდენს რომ ვწვალობ სიფრთხილის მიზნით. დავამატებ მეგობრებო ნიური, ისა ფხვნილი მქონდა ნიურისა, ის ჩავამატე, მაგრამ ნიური თუ გაქვთ ნიური დაამატეთ, მარილი და ხმელი ქინძი, მეტი არაფერი. შევასდგი ახლა, ვადუღებ და რავი ჩემი რამდენიც, რავი 5 ლიტრამდეა მე მგონი და 3 ცალ ტაბლეტ ასპირინს დავამატებ ბოლოში და ცხეცხელს ჩავასხავ და მოვხუფავ. ეს საწებელი ხო? ჩემო კარგებო, აღარ გავაგრძელე გახეხვა, ჩავასხი, იმიტომ აი ესე საყვარლად იყო და ან რაღა უნდა გადარჩენოდა და ეგრევე ჩავასხი. ხო, ეს სად როდის ვისწავლეთ, იცი? ხო, იცით, მე-9 ბლოკი რო ფეთქდებოდა წარამარა და ჩვენი ქვეყანა რო გაჭირვებული იყო, ეგ დრო იყო, პამინდორი არ იყო, გაფუჭდა ვიღაცამ ცუდის შემოიტანა პამინდორის შესაწამლი და სულ გაგვიფუჭდა, რა ვიცი, აბა გორის შიდა კაცში რო პამინდორი არ იყო. არც ტომატ პასტები, არც ქარხნები აღარ იყო, ხო იცით მაგ პერიოდში და გოგოებმა გადავწყვიტეთ, მოდიო ბულგარულიაო და ბულგარული გავაკეთოთ. უბნის ძლებ, მეს ახლა იცით რა წითელია, უბრალოდ ვიდეოში როგორ ჩანს არ ვიცი. ამდექით და ვიყიდეთ ბულგარულები, მეშოკებით გავინაწილეთ და გავაკეთეთ. მაშინ გავთუთქეთ, არც ხორცის მაშინკები იყო, ესეთი კომფორტისად იყო. გავთუთქეთ მარტო ბულგარული და გავხეხეთ თუშფალანგზე და გავაკეთეთ მაგით ისა პამინდორის მაგივრად ვიყენებდით მთელი ზამთარი და ესე იგი გოგოებო, რასაც უკეთებდით ამას ერთ კოვსაც კი რაღაც სასწაული კერძები გამოდიოდა. სასწაული, აი ელიზა იზო თუ მისმენთ დამემოწმებით. ტოლმაში ერთი კოვზი, აი ესეთი ერთი კოვზი ჩაუდეთ ფარში და უგემრიელესია გოგოებო, უგემრიელესი დამიჯერეთ მარტო ბულგარული. მარტო ბულგარული აქ და დამინახეთ ცოტა მწარე, ცოტა ხახვი და ეგეთი რაღაცეები. მაგრამ სასწაული ეს კეჩუპი არ არის, ბაშლი არ აქვს, სიტკბო არ აქვს, არაფერი არის მწარე, უყვარს ჩვენ მწარე და ბულგარულია მეტი წილი. მე მგონი კარგად აგიხსენით. ეხლა დავდგავ, მოდუღდება და ცხეცხელს ჩავასხავ და მე მგონი ამით დამთავრდა ჩემი აჯიკებით, ტომატებით, წნილებით და მეც აღარ ვარგივა.
და მწვანილებზე მომწერეთ თქვენ და მე მწვანილების ვიდეოს ცალკე ჩავდებ როგორ ვინახავ ზამთრისთვის. მიყვარხართ გკოცნით და დროებით დამიწერეთ კომენტარები, რამხელა დავიყვირე, მაგრამ რა გავაკეთო? ხან ყვივილიც აუცილებელია ისენაზად ვლაპარაკობ, რომ მართლა ძალიან გავნაზდი ეს ველური ქალი. აბა დროებით